მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება საინტერესო გაშლა, რომელიც ეხება ჩვენს სულიერ მხარეს, ჩვენს სულს პირდაპირ მნიშვნელობით, ხო? და ეხება იმ საკითხს თუ რას გვეუბნება ჩვენი სული, რა ინფორმაციას ჩვენი სული სინამდვილეში ჩვენ ახლა გვაწვდის, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ჩვენ ამას ვერ ვგებულობთ. ასევე ეს გაშლა გამოგადგებათ იმ შემთხვევაშიც კი თუ ხართ დაბნეული, თუ ვერ ხვდებით რა მიმართულებით წახვიდეთ თქვენ ცხოვრებაში, შესაძლოა ვიღაცამ დაკარგა ორიენტირი ცხოვრებაში, ხო? ან მიზანი, ან დაბნეულია, ან დაკარგულია და აინტერესებს და სურვილი აქვს, რომ ისევ დაამყაროს კავშირი საკუთარ თავთან, ან უბრალოდ დაამყაროს და გააძლიეროს კავშირი საკუთარ თავთან, ხო? ძალიან ბევრი სხვადასხვა საკითხისთვის ძალიან კარგი და საინტერესო გაშლა არის ეს, ასე რომ ვისაც გაინტერესებთ, ეს გაშლა არის თქვენთვის. რა თქმა უნდა, არ დაგვაწყდეს, რომ ეს არის ზოგადი და საჯარო ინფორმაცია, იმიტომ რომ ეს არის უფრო ფართო აუდიტორიისთვის ინფორმაცია, რადგანაც გაშლა ერთპოზიციანია და იმისათვის, რომ ინდივიდუალურად თქვენზე იყოს ეს გაშლა, ამისთვის, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ გაკეთდეს ინდივიდუალურად თქვენზე ტარო გაშლა, ხო? და მსურველებს, ვისაც ამისი სურვილი გაქვთ, გელოდებით ჩემთან ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. ჩვენ კი დავიწყოთ. აი რა ხდება ახლა თქვენში? დავიწყოთ ამ კითხვით, ხო? ეს დაგვეხმარება საორიენტაციოდ, რომ იგრძნოთ. თქვენია ეს გაშლა თუ არა? თუმცა ეჭვმეპარება ეს გაშლა გახსნას იმ ადამიანმა, ვისიც არ არის. რა ხდება ახლა თქვენში? ამ ცხოვრების ეტაპზე, ხო, თქვენში, თქვენს შინაგან სამყაროში. რა ხდება? ძალიან ბევრი რამე ხდება. ვითარდებით. ძალიან ბევრი ცვლილება ხორციელდება თქვენში. ეს ცვლილებები არ არის მარტივი, თუმცა ეს ცვლილებები ძალიან საინტერესოა. ბევრს შესაძლოა აქ სხვადასხვა ჩაკრა ეხსნება, ჩაკრები ეხსნება, ესეც კი შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ პირდაპირ აქ გვეჩვენებენ, ხო? ბევრი რაღაცის შესწავლას შეუდგა. ზოგმა უფრო მეტად ჩაყვინა ეზოთერიზმში, ზოგმა ფსიქოლოგიაში, ზოგმა შესაძლოა პირველად გახსნა ახლა ეს გაშლა. ხო? ზოგმა შესაძლოა აი რაღაცა ისეთი დაიწყეთ, რაც უფრო მეტად განვითარებთ, ან რაღაცაზე გაფიქრებთ. შესაძლოა უბრალოდ თქვენი ისეთი თვითრეფლექსიის პროცესია, ხო, სადაც თქვენ ფიქრობთ იმაზე, თუ რაც გადაგხდათ, რაც ხდება თქვენს თავს ახლა, ან ზოგადად როგორი ცხოვრების ეტაპზე ხართ, რა გინდათ, როგორ გინდათ, პლუს ასევე არ დაგვაწყდეს, რომ ჯერ კიდევ დაბნელებების დერეფანში ვართ, 28 აგვისტოს დაგვისრულდება ეს დერეფანი და მანამდე ჯერ კიდევ ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენს ძალიან ძლიერად და ბევრი სხვადასხვა საკითხი ტივტივდება და ამოდის. ასევე ინსაიტების სახით შესაძლოა მოდიოდეს ინფორმაცია, ხო? ცხოვრობდეთ და უცებ რაღაც წამს ესეთი განათება მოგივიდეთ თქვენს გონებაში, ან ისეთი იდეა, ან ისეთი აზრი, რამაც დაგაფიქროთ, წაგიყვანოთ, მაგრამ დადებითი კუთხით წაგიყვანოთ და დაგაფიქროთ და არა რაღაც პესიმიზმში, რა თქმა უნდა. ასევე ბუნებრივია, ეს ყველაფერი არ არის მარტივი. არის აქ იმის მომენტი, რომ რაღაცეების გაშვება გვიწევს, რაღაცეებზე დამშვიდობება, რაც არც ისე მარტივია. რაღაცეებს ვემშვიდობებით, რომ რაღაც ახალისთვის გავანთავისუფლოთ ჩვენი ცხოვრება და ჩვენი თავი. მაგრამ აი მთავარი პირველი რაც აქ უფრო მეტად მომივიდე, არის ის, რომ ინფორმაციის შესწავლა, რაღაც ახალი ინფორმაციის შესწავლა, რაღაცაზე დაფიქრება, რაღაცაში ჩახედვა, რაღაცის შეხედვა, რაც შესაძლოა არ იყოს მარტივი, რაღაც მომენტში შესაძლოა დაბრკოლება გამოიწვიოს ამ ინფორმაციამ, მაგრამ უფრო მეტად განვითარებთ ეს ვითარება, რა თქმა უნდა. კიდევ. ძალიან დიდი განვითარება აქვს. ბევრი ადამიანი, აი ახლა ვინც ისმენს აქ ამ გაშლას, ძალიან დიდი განვითარება. პირველი გამთლიანება, შინაგანი ბალანსის პოვნა, ან შინაგანი ზომიერებისკენ ტოლვა და უკვე მიახლოვება იმასთან, რომ აი მე მთლიანი ვიყო ჩემს ემოციებთან, ჩემს ფიქრებთან, მთლიანი ვიყო, ერთიანი ვიყო, გავერთიანდე. ხო, მანამდე თუ მაგალითად მარტო ჩემთანების მხარეებს ვიღებდი და აი ამ ისეთ ბნელ მხარეებს ვერიდებოდი, ან მეშინოდა, ახლა მე ვღებულობ ამასაც, იმასაც, ყველა ჩემს
ნაწილს ვღებულობ, ყველა ჩემს ნაწილს ვეცნობი, ყველა ჩემს ნაწილზე ვცდილობ, რომ ყველა ჩემი ნაწილი შევისწავლო და ასევე მთავარი ემოციური განვითარება, ემოციური ინტელექტის განვითარება, უფრო მეტად მოსმენა საკუთარ ინტუიციაზე, საკუთარ შეგრძნებებზე, სად გრძნობ თავს კომფორტულად, სად არ გრძნობ თავს კომფორტულად, ხო? ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს ახლა თქვენში აქ და მინდა ვთქვა, რომ აი ძალიან ბევრი ახლა ვითარდება და აი არაჩვეულებრივ გზაზეთ გახართ თქვენი ცხოვრების. თუ ახლა მაგალითად გაქვთ რთული ფაზა, რთული ეტაპი, მძიმე სიტუაციებს გადიხართ, იცოდეთ, რომ აი არაჩვეულებრივი ეტაპი დაიწყება სულ მალე და უკვე დაგეწყოთ კიდეც, სადაც ეს ყველაფერი რაც ხდება კარგ შედეგს, სასიხარულო შედეგს მოგიტანთ, რომელიც დადებითი იქნება თქვენთვის, ხო? ეს არის ის თუ რაც ხდება ახლა თქვენში. თუ რეზონირებს ეს ყველაფერი, რაც მე ვისაუბრე, აგრძელებთ მოსმენას, თუ არა, ბუნებრივია, რთავთ სხვა გაშლას. კარგი. დავიწყოთ, მაშინ ახლა ჩვენ უკვე ჩვენს კითხვაზე გადავიდეთ. რას გეუბნებათ ახლა თქვენი სული, თქვენ სინამდვილეში? რას გეუბნებათ თქვენი სული, თქვენ ახლა? სინამდვილეში, ხო? ესეც გამოგვადგება. რას გეუბნებათ თქვენი სული, თქვენ ახლა სინამდვილეში? გავწიოთ, რას გეუბნებათ? მოირჩინე შენი ემოციები, მოირჩინე შენი გატეხილი გული, ზოგადად მორჩენის მომენტი, ემოციები, სადაც მე ვუღრმავდები და ვეცნობი ჩემს ემოციებს, სადაც მე ვაკვირდები, რას გრძნობ, როგორ გრძნობ, ანუ თქვენს სულს უნდა, რომ თქვენ მიხედოთ მას. აი პირდაპირ ვთქვათ, რომ თქვენს სულს სურს, რომ თქვენ მას მიაქციოთ ყურადღება, რომ უფრო სულიერად დააკვირდეთ იმ პროცესებს, რაც თქვენს ყოველდღიურ მატერიალურ ცხოვრებაში ხდება, რაღაც მომენტში ფოკუსი თქვენი მატერიალური ყოველდღიური ცხოვრებიდან გადმოიტანოთ თქვენს ემოციებზე, თქვენს შინაგან სამყაროზე, თქვენს განცდებზე. ანუ არაჩვეულებრივი აქ იქნება მაგალითად მედიტაცია, სხვადასხვა სულიერი პრაქტიკები, რაც თქვენ გაახლოვებთ და უფრო მეტად განვითარებთ და გაძლევთ ინფორმაციას თქვენი საკუთარი შინაგანი სამყაროს შესახებ, თქვენი სულის შესახებ, ხო? სხვადასხვა მაგალითად იქნება ეს სხვადასხვა ეზოთერული მიმდინარეობის შესახებ წიგნები, ხო? აი, ყველაზე მე ძალიან მომწონს დოლორეს კენონის წიგნი, რამოდენიმე წიგნები აქვს, რა თქმა უნდა, ერთი წიგნი არ არის, იქ რამოდენიმეა, რომელიც არის ჩვენს სულზე ძირითადად. მას აქვს წიგნი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება, როდესაც ჩვენი მატერიალური ცხოვრება აქ სრულდება, რა ხდება იქ სულიერ სამყაროში, ხო? ასევე სიკვდილზეც კონკრეტულად ბევრი ყურადღება აქვს და ინფორმაცია გამახვილებული, ბევრი საინტერესო ინფორმაცია ყველა წიგნში. აი, მე ძალიან მომწონს, მე წავიკითხე ერთი, რომელშიც საუბრობს იმაზე, თუ რა ხდება ჩვენი ამ ცხოვრების მერე, ხო? სულის ინკარნაციაზე საუბრობს, სულიერ სამყაროზე საუბრობს და სულებზე საუბრობს, ხო? აი, არაჩვეულებრივი იქნება მაგალითად ამ წიგნს რომ გაეცნოთ, ესეც როგორც ასეთი შეგიძლიათ გააკეთოთ, იმიტომ რომ მსგავს ლიტერატურას როდესაც ვკითხულობთ და ვეცნობით, ძალიან ბევრი ინსაიტი მოგვდის, ძალიან ბევრ რამეს გვეხმარება. ბევრ პროცესებს აღიძრავს ეს ჩვენში, იმიტომ რომ ჩვენ შემდეგ უფრო ყურადღებით ვიწყებთ საკუთარ თავზე, ფიქრს უფრო ყურადღებიანი ხდებით არა მხოლოდ იმაზე, რომ რა ჩავიცვათ, რა დავიხუროთ და როგორ ვიშუროთ ფული და აი რაღაც ამ პრაქტიკულ ყოველდღიურ საკითხებზე კი აღარ ვამახვილებთ ყურადღებას, არამედ უფრო სიღრმისეულად ვიხედებით ცხოვრებაში, რომ აი უფრო ბევრად სიღრმისეულია ყველაფერი, ვიდრე ჩანს პირველი დანახული თვალით, ხო? და აი თქვენ სულს უნდა რომ ზუსტად აი ამ პრიზმით შეხედოთ ამ ყველაფერს, დაინახოთ და ასევე თქვენ სულს სურს მორჩენა.
იქნება ეს წინა ინკარნაციების გამო თუ უბრალოდ აი ამ ცხოვრებაში მიღებული ტრამვების, ტკივილებისგან განთავისუფლება, უნდა რომ მას მიაქციოთ ყურადღება. კიდევ თქვენ სურს რომ თქვენ უფრო მეტად გაცნობიერებულად მიუდგეთ მას, უფრო მეტად გაცნობიეროთ მაგალითად ის პროცესები, რაც თქვენში ხდება. პრინციპში, რაც ვისაუბრე, იგივე მეორდება აქაც, რომ მოусმინოთ თქვენს ინტუიციას, იმიტომ რომ ჩვენი სული ასევე გველაპარაკება ინტუიციის გზით არაჩვეულებრივად. ამიტომ აქ მას სურვილი აქვს, რომ თქვენ უფრო სიღრმეებში წახვიდეთ, თქვენს ინტუიციასთან დაკავშირებით, ხო? ეზოთერულ სამყაროსთან დაკავშირებით. ეზოთერული სამყარო და ფსიქოლოგია ერთობლივად არაჩვეულებრივად გვეხმარება ზუსტად აი ამაში, რომ შევიმეცნოთ ჩვენი სული, გავეცნოთ ჩვენს სულს. არაჩვეულებრივია ეს. ძალიან კარგია. კარგი. რას გეუბნებათ ახლა თქვენი სული თქვენ? კიდევ გავაგრძელოთ. ვაიმე, არაჩვეულებრივი ნახეთ, მასკულინური, ფემინური ენერგია და პენტაკლების მეთქი კვერცხების დედოფალი, რომელიც ამ დასტაში ამას ქვია ცეცხლის დედოფალი. და სამივე კარტი არის ცეცხლის სტიქია აქ. თქვენი სული გეუბნებათ რას? ცეცხლი პირველ რიგში, ხო, დავიწყოთ. ცეცხლი არის გამოხვიძება. სული. ცეცხლი არის აი ის წმინდა სული, რაც ჩვენში არის, რაც წარმოადგენს სულს ასევე. აი გამოფხიზდით. პირველი, გამოფხიზლდი. თქვენ სულს რომ გამოიღვიძოთ. აი ეს ყოველდღიური უკვე მე რამდენით ვიმეორებ, მაგრამ მართლა ასე რა გავაკეთო. ეს ყოველდღიური სამყარო, ყოველდღიური რუტინა, რაც გვაქვს ჩვენ ადამიანებს აქ დედამიწაზე შექმნილი, ეს არის უბრალოდ ხაფანგი, ასე რომ ვთქვათ, მარტივი ენით. და ჩვენ გვავიწყდება, რისთვის ვართ აქ მოსული ამ ხაფანგში, როდესაც ვხვდებით. ეს სამსახური, ეს აი კომუნალურების გადახდა პირობიდან სამსახური, დასვენება და მე ისევ სამსახურის დაწყება, ბავშვები, ოჯახი, სახლის დალაგება და აი ეს ყველაფერი არის ჩვენი მატერიალური სამყაროს ნაწილი, რომელშიც თუ გავითქვეფებით, მე გვავიწყდება, რომ დღეს ხვალ შესაძლოა საერთოდ წავიდეთ ამ დედამიწიდან. და ისევ გამთავისუფლდეთ და ჩვენი სული გახდეს თავისუფალი ამ სხეულიდან, რაშიც ახლა ვართ ჩვენ მოთავსებულები და რაშიც ვართ დამწყდეულები, სხვა ენითაც რომ ვთქვათ მხატვრულად. ხო? ასე რომ თქვენ სულს აქ სურს, რომ თქვენმა სულმა გამოიღვიძოს. ძალიან ძლიერი ინტუიცია გაქვთ, ვინც აქ ისმენთ. თქვენი სული ძალიან ესეთია ენერგიული, ცოცხალი, ინტუიციური, კრეატიული, არაჩვეულებრივად საინტერესო. და მას სურს, რომ აი ეს ყველაფერი აამოქმედოთ და გამოამჟღავნოთ. უფრო მეტად მომენტებში იყოთ რაღაც ასპექტებში, უფრო იმპულსურები საკუთარი თავის გამოხატვაში. საკუთარ ცხოვრებაში უფრო მეტად თამამები იყოთ, უფრო მეტად იხემწყვანელოთ თქვენი ინტუიციით, თქვენი შინაგანი იმპულსით და მიყვეთ ამ შინაგან ხმას და არა თქვენს რაციონალურ მხარეს, ან შიშებს, ხო, რაც გუშლის ბევრ ამაში ხელს. აი ეს სურს აქ თქვენს სულს. აქ ძალიან უნდა თქვენ სულს, რომ თქვენ განავითაროთ საკუთარ თავში აი ეს ინტუიცია, შინაგანი წინად გრძნობა, ეზოთერული შესაძლებლობები, რაც არაჩვეულებრივად დიდი გაქვთ და გააქვთ ამის ნიჭი, ხო, ესეც რომ განავითაროთ, რომ უფრო მეტად იცხოვროთ იმისთვის, რომ ანათოთ. აი შინაგანად თქვენი სული არის მანათობელი, ხო, სამივე ცეცხლი ესეთი მზესავით და რომ ეს მზე თქვენში მოძებნოთ და გაანათოთ და თქვენს ირგვლივათაც ყველაფერი ნათდება და ადამიანები უბრალოდ და შემდეგ უბრალოდ ადამიანებს იზიდავთ, სიტუაციებს, შესაძლებლობებს უბრალოდ იზიდავთ და სამყარო უბრალოდ გიგზავნით ამ ყველაფერს. და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა თქვენ სულს უნდა რომ თქვენ ენდოთ თქვენს თავს. რომ თქვენ ენდოთ თქვენივე სულს, რომ თქვენ ენდოთ თქვენს ინტუიციას, რომ თქვენ ენდოთ სამყაროს, იმიტომ რომ სამყარო სიმბოლოების, ინტუიციის, ბევრი სხვადასხვა სახის მინიშნებების გზით თქვენს გვერდით არის. ცხოველების,
პებლების, ამინდის, თქვენი გრძნობების, ინტუიციის კიდევ ერთხელ, სიმბოლოების, სხვადასხვა სიმბოლოების, ხო? ამ ყველაფრის გზით სამყარო თქვენ გესაუბრებად და მას თქვენ სურს რომ ეს დაინახოთ და მიიღოთ და უფრო მეტად გაყვეთ ამას. ესე რომ აქ არაჩვეულებრივია ეს ყველაფერი, ხო? კარგი, მოდით მაშინ ვნახოთ რა დაგეხმარებათ, რომ აი ეს თქვენი სულის ხმა უფრო მეტად იგრძნოთ, ხო? რა დაგეხმარებათ. პრინციპში ჩემთვის გასაგებია, მაგრამ მაინც ვეკითხოთ რა დაგეხმარებათ. აქ არჩეულებრივი იქნება ტაროს კარტები, მაგალითად, ну ამ შემთხვევაში პირდაპირ კარტებიც არის. ტაროს კარტები. სხვადასხვა ისეთი პრაქტიკები ეზოთერული, სადაც თქვენ უფრო მეტად გაეცნობით საკუთარ თავს, საკუთარ ინტუიციას, უფრო მეტად სიღრმეებში ჩაიხედებით და ჩახვალთ. მაგრამ ეს იქნება, აი როგორ იცი, ყოველ დღე ცოტ-ცოტა ამას გაკეთებთ. მაგალითად, არ ვიცი, წიგნი პირობითად, ხო? აი, მაქვს რაღაც ეს დოლორეს კენონის წიგნი, რომელიღაც ტომი. ჩავიწერე. დავიწყე ყოველ დღე ცოტ-ცოტა კითხვა. ან რაღაცა პრაქტიკამ გამიტაცა, ეზოთერულმა მაგალითად ტაროს შესწავლამ გამიტაცა. ხო, ცოტ-ცოტა ვიღებ ყოველ დღე თითო კარტს, ვეცნობი რა შეგრძნებებს იწვევს ხო ჩემში და ასე შემდეგ. ან ვაკეთებ მედიტაციას. ყოველ დღე 5 წუთით მაინც ცოტ-ცოტა. ან ისეთ პოზიტიურ დღევრის ჟურნალს, რაც უფრო მეტად მეხმარება, რომ დავაფასო ეს ცხოვრება და უფრო მეტად პოზიტიურად შევხედო ამ ყველაფერს და ბევრ რამეში მეხმარება, ხო? ну ძალიან ისეთი პრაქტიკულ რჩევებს ვამბობ ახლა მე აქ, რა თქმა უნდა, ზოგადად რაც აზრად მომდის, არ არის აუცილებელი, მანდა მაინც ამათგან რომელიმე ერთი იყოს, ხო, ვიღაცამ შესაძლოა სხვა საერთოდ დაინახოს აქ. მაგრამ მთავარი ეს არის. ბავშვები თამაშობენ ქუჩაში და არ ვიცი ისმის თუ არა ეს კივილები. ხო, ასევე, რადგან წასით ხმაურია ქუჩაში, ისიც მინდა გითხრათ, რომ თქვენ სულს რომ ისევ ლაღი გახდეთ. აი, ლაღად იყოთ. ისიამოვნოთ, იმღიარულოთ, მიცეთ თქვენს შინაგან ბავშვსაც შესაძლებლობა, რომ აი იხტუნოთ, ითამაშოთ, ხო? ეს. უფრო მეტი მოусმინოთ თქვენს ინტუიციას და უფრო მეტად განვითარდეთ და ისიც იცოდეთ, რომ აი რა საკითხიც არ უნდა იყოთ. ამ სამყაროში საერთოდ მიღებული გვაქვს ის წესი, რომ აი 68 ადამიანი, აუ, ბრძენია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მანდ მაინც 60 წლის ადამიანი არის ბრძენი. ხო, შესაძლოა უფრო ახალგაზრდა იყო ბიოლოგიური ასაკით და უფრო მეტად მეტი იცოდე, ვიდრე მაგალითად სხვა უფრო მეტ ბიოლოგიური ასაკით ასაკოვანმა ადამიანმა. ასე რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რა საკითხს არ უნდა გქონდეს, რომ ჩვენ ვიცით ის, რომ ჩვენ არაფერი არ ვიცით. და ერთი ცხოვრება არ ყოფნის ადამიანს და არც სულს, რომ ყველაფერი ვისწავლოთ, ყველაფერში ჩავეხედოთ სიღრმისეულად, მაქსიმალურად გავხსნათ საკუთარი თავი და შესაძლებლობები, ეს არაფერი არ არის და ეს ცხოვრება არის უბრალოდ მთლიანი დიდი, უფრო ფართო და გრძელი გზის ნაწილი, რომელიც ეხმარება ჩვენ სულს განვითარებაში. მნიშვნელოვანია ეს, რომ გახსოვდეთ, არ დაგავიწყდეთ და ამ პროცესით თან ისიამოვნოთ. რა გიშლით აქ ხელს? იმაში, რომ გაიგონოთ თქვენი სული. ის, რომ ემოციები რაღაც მომენტში გაქვთ გამორთული, რაღაც მომენტში, რაღაც ასპექტებში, ან კონკრეტულ სიტუაციებში, აქ უფრო პრაქტიკულად, რაციონალურად ფიქრობთ, ან ავტომატურად ხდება ეს თქვენში, ხო? ირთვება რაციონალური აზროვნება, ანალიტიკა, სტრატეგიულობა და ეს ემოციური მხარე, სადაც მაგალითად ინტუიცია, სადაც ჩვენი სული სიმბოლოებით, ან კიდე რაღაც სხვა გზით გვესაუბრება, ხო? ეს ყველაფერი მიდის, ამ ყველაფერს აღარ ვაქცევთ ყურადღებას და ვაქცევთ ყურადღებას მხოლოდ ჩვენს აზროვნებას, ფაქტებს და ამბიციები. ამბიციებიც არის, ამბიცია იმის, რომ აი კაი ცხოვრება მინდა, ფული მინდა, ის მინდა, ეს მინდა, ვის არ გვინდა, რა თქმა უნდა, მატერიაში ვცხოვრობთ, თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი, ეს არ არის მთავარი. ამისთვის არ ვართ აქ მხოლოდ. აი ეს გიშლით აქ ხელს, ასეთი ხედვა რაღაც ასპექტებზე, ემოციებზე შეხედულებები, ცხოვრებაზე შეხედულება, ხო? აი
ეს რაღაც პრიორიტეტები რაღაც მომენტში, აი ეს ყველაფერი გიშლით აქ ხელს, რომ უფრო სიღრმისეულად, უფრო კარგად გაიგონოთ თქვენი სულის ხმა. რა დაგეხმარებათ, რომ უფრო მეტად გახსნათ? კიდევ ერთხელ ინტუიცია. აი უფრო მეტი სილაღე, უფრო მეტი ნდობა, ემოცია, გული, აი აქ ვიტყოდი უფრო მარტივი ენით, რომ ვთქვა, გულის ჩაკრა. გახსენით თქვენი გულის ჩაკრა. სიყვარული დაგეხმარებათ და აქ არის გულისხმობა მხოლოდ რომანტიული სიყვარული. სიყვარულს ბევრნაირი სხვადასხვა გზა აქვს გამოვლინების. თავარი არის შინაგანად იგრძნოთ ავსებულობა და აი სხვებს აჩუქოთ ეს, უსასყიდლოდ. კრეატიულობა, დახმარება სხვებზე, მაგრამ ისეთი დახმარება კი არა, რომ აი მე დავახმარებ და ახლა 3 დღეში პლუსი ჩამეწერება. ნუ რაღაც ასეთი კი არა, არამედ მართლა აი იმიტომ, რომ უბრალოდ მინდა მაგალითად. და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ინტუიციაზე მოსმენა და რწმენა ამისი და ნდობა ამის მიმართ. კარგით, მოდით ახლა ვიკითხავ რჩევას. აქ დიდ გაშლას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ სავსებით კონკრეტულად აჩვენებენ აქ კარტები და არ საჭიროებს, რომ რაღაც სული საათი ამაზე ვილაპარაკოთ. რჩევა თქვენთვის, თქვენი სულიდან. Determination. Perseverance leads to fortune. აქ მე ვიტყოდი გაუძეხით თქვენს ინტუიციას, გაუძეხით თქვენს გულს. მეორე აქ გვეუბნება drink with love, ანუ შესვი სიყვარული, face your fears. შეხედე შენ შიშებს, ხო? ანუ აქ ვიტყოდი ასე, გარდაიქმენით, გააგრძელეთ გზა, არ გაჩერდეთ. მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, მოусმინეთ თქვენს გულს და არ შეგეშინდეთ. შეხედეთ თქვენს შიშებს. იმიტომ რომ რეალურად ჩვენი შიშებით შესაძლოა ისე გავაბუქოთ ყველაფერი, რაც რეალურად სავსებითაც არც იყოს ასე. ასე რომ უბრალოდ შეხედეთ იმას თქვენ რისი გეშინიათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მართლა ხდება. ეს უბრალოდ თქვენს გონებაშია. გაიცანით ამას, დააკვირდით, მაგრამ იცოდეთ, რომ სინამდვილე არის ჩვენ რასაც შევქმნით. და მოდით კიდევ ერთ რჩევას ამოვიღებ აქ. რჩევა თქვენი სულიდან. თქვენ. I am grateful for the earth. მე მადლობელი ვარ დედამიწის. ხო, აქ ბევრნაირად შეგიძლიათ ამ რჩევის გაგონება და გაგება, შეგიძლიათ მცენარეებით, უფრო მეტი მცენარე იყოლიოთ სახლში, მოუფრთხილდეთ, რაც გამოხატავს მადლიერებას, ყველაფერი სიმწვანის მიმართ, რაც არის დედამიწაზე. ანუ უბრალოდ გამოვხატოთ მადლიერება დედამიწის მიმართ, რომ დედამიწა ჩვენ მიგვიღო, დედამიწა ცოცხალია, დედამიწასაც თავის ვიბრაციები და იმპულსები გააჩნია და ჩვენ მასთან სინქრონიზირებულები ვართ. თუმცა არა აუცილებელი რომ ვიყოთ სინქრონიზირებული, იდეაში მასეა, მაგრამ რეალურ სამყაროში უკვე ვეღარ ვგრძნობთ დედამიწას, იმიტომ რომ დისკონექტში ვართ ყველაფერთან და ყველაფრისგან. ხო, ასე რომ გვახსოვდეს, რომ ჩვენ რეალურად მადლიერები ვართ იმისი, რომ ჩვენ აქ ვართ და ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ ახლა ამ წუთას ახლა ვისმინოთ ეს გაშლა, ან ვიყოთ აქ ამ მომენტში. ვიყავით ყოველი დღის მადლიერი, იმიტომ რომ ყოველი დღე გჩუქნით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს. დააფასეთ თითოეული მომენტი. და პირიქით, ისიამოვნეთ, ანადეთ. შეგიძლიათ დასკრინოთ ეს კარტი, ან ესენიც, არც იმედია ჩანს. ასეთი გაშლა იყო, ამაზე ჩვენი დღევანდელი გაშლა დახურულია. გისურვებთ, რომ უფრო მეტი შუქი, სინათლე, სიყვარული და სილაღე შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში ამ გაშლასთან ერთად. თუ ეს გაშლა მოგეწონათ, აუცილებლად დაალაიქეთ, გამიხარდება თქვენი უკავშირის წაკითხვა, ხოლო მსურველებს გელოდებით ჩემთან ინდივიდუალურ ტარო სესიაზე. ყველა კონტაქტები, როგორ შემეხმიანოთ და სად ვნახოთ და სად მიპოვოთ, არის მითითებული ამ ვიდეოს აღწერაში. წარმატებებს გისურვებთ ყველას.